მოუნდებათ ხოლმე რაღაც სოლო რეიდები და მერე პროცესებს აზიანებენ და მერე უკვირთ რატომ არ უჭერენ მათ ადამიანები მხარს. მე არჩევანი არ გამიკეთებია იმიტომ, რომ რომელიმეს სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, ბეგეგმა დაპირება მომწონდა. არჩევანი გავაკეთე მრავალ პარტიულ პარლამენტზე. ძლიერი გუნდის შთაბეჭდილებას რომელიმე მათგანი გიტოვებს. რო არ ვიცი, როგორ გამომიყვანო ჩიხიდან ქვეყანა, დავდექი რუსთაველზე. კაცო, თუ ამ პოლიტიკოსებსაც არ შეუძლიათ დადგნენ რუსთაველზე და მითხრა, რომ სხვა არ ვიცი ჩვენც არაფერი. რაღაცა ტოპ თანამდებობაზე მევლინება ადამიანი, რომელზეც წარმოდგენა არ მაქვს. ჩემთვის სოლიდური რა არის, იცი? ანუ რაღაცით უნდა შექმნა შენი რეპუტაცია ჯერ ვიდრე რამე ტოპ თანამდებობას სადღაც თუნდაც პარტიის სტრუქტურაში დაიკავებ. ეგ ძალიან მოვიწყინე ამ თემაზე მართლა გითხრათ მეუბნები და ცოტა ნერვიულობ. ადამიანები გამოყავს ქუჩაში ბრაზს. ამაზე შევთანხმდეთ. კობახიძეს შეუძლია ჩვენ გაერთიანება. ასევე ტოვებს კიდევაც სახში ბრაზი. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ხომარ თანამშრომლობს შემთხვევით ანუ შენ ეს ბოლო კითხვად დასვი და გინდა რომ ეხა ერთი წინადადება ვთქვა. მე ვარ ერთი ადამიანი, რომელიც 28 ნოემბრის მერე ვცდილობ, რომ უწყვეტად ვიდგე რუსთაველზე. მე ვარ ის ერთი ადამიანი, რომელიც არის ძალიან გაბრაზებული იმის გამო, რომ ქვეყანამ გადაუხვია ევროპულ კურსს. და მე ვარ ის ერთი ადამიანი, რომელიც ამაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იყოს პოლიტიკური სუბიექტი. სანამ ჩაწერას დავიწყებდით, ჩვენ გავიხსენეთ, რომელი პარტიები გვახსენდებოდა, ოპოზიციური პარტიები გვახსენდებოდა და გგონია, რომ ძირითადი ნაწილი ჩამოვწერეთ. და ისიც თქვით, რომ ვინც ვერ გაგვახსენდა, ბრალი მათია, იმიტომ რომ ხო, ეს მათი პრობლემა. მე არ მგონია, რომ ეს კითხვა ძველდება, რომ სად არიან ახლა ოპოზიციური პარტიები, რას აკეთებენ, რა გეგმები აქვთ და რას ფიქრობთ მათზე. რას ფიქრობთ მათზე. ხო. უყურებთ Red Line-ის პოდკასტს ბერქა პატურაშვილთან, თათო შარიქაძესთან ერთად. აქვე გეტყვით უცებ, რომ უნდა აუცილებლად გამოიწეროთ Red Line-ი, აქვე უნდა გამოიწეროთ კიაფი, რომ ერთად შევძლოთ კარგი ხარისხიანი პროდუქტის გაკეთება და შევთავაზოთ მაყურებელ საინტერესო თემები და ბერქა დავიწყოთ. რას ფიქრობ? მოდი მითხარი, რომელი ოპოზიციური პარტიები ზოგადად გახსენდება. ხო იცი, მე სოციოლოგიას ვსწავლობდი და პირველი ხუთი ჩამომითვალე, ვინც გაგახსენდება. ძირითადად ჩვენ ხო მართლ პარტიას ვაკრიტიკებთ, ხო? ესაც ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ მათზე არის სწორედ ძირითადი პასუხისმგებლობები, სად მიდის ქვეყანა, რატომ მიდის, როგორ მოგწონს ჩვენ ეს არ მოგწონს, ეს ძალიან ცხადია, მაგრამ რაღაცნაირად თან აი ამ პროცესში ძალიან ცხადად ჩანს, რომ ბევრი ოპოზიციური პარტია უშვებს შეცდომებს, ძალიან ხშირად ისინი ვერ ხვდებიან რა არის საზოგადოების დაკვეთა. მოუნდებათ ხოლმე რაღაც სოლო რეიდები და მერე პროცესებს აზიანებენ და მერე უკვირთ რატომ არ უჭერენ მათ ადამიანები მხარს. და აქედან გამომდინარე საჭირო არის რომ ერთი კარგად დავფიქრდეთ რას ფიქრობთ ოპოზიციაზე და ამიტომაც დავარქვით ამ ეპიზოდს ეს სახელი რას ფიქრობ ოპოზიციაზე. წავედით, კარგი, დავიწყო შენი კითხვის პასუხის გაცემა. პირველი სიმართლე რომ გითხრა, მაინც გამახსენდა ნაციონალური მოძრაობა. ხო, როდესაც ოპოზიციურ პარტიებზე ვსაუბრობთ, ამას აქვს ბევრი მიზეზი. და მიზეზი რომელიც არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის. აუცილებლად ერთ-ერთი მთავარი დამსახურება ვისაც აქვს, სწორედ ქართული ოცნება არის, მუდმივად ისინი ქმნიან მტრის ხატს. და ყველა პარტიას რომ ნაცებს ეძახი ეს რეკლამა როგორც საკითხია. მაგაზეც ალბათ ვისაუბრებთ, რატომ აკეთებს ეს ხალხი მაგას, რომ ცნაირად ხო არსებობს ეს მოსაზრება, რომ ეს ორი პარტია ერთმანეთს ასაზრდოებს. კი, ეს ძალიან საინტერესო თემაა, სხვათა შორის. კი, ეგ ძალიან საინტერესო თემაა. ხო, იმის გამო რომ ყველას დიდი ხანია არიან მანამდე ხელისუფლებაში იყვნენ, ეს ძალიან ლოგიკურია რომ საქართველოს ოცნებაშიც ნაცები არიან. მე ამას თავში, ხო. ოცნებაშიც პორტირებული ნაცები, ხო, ეგეთი ტერმინიც ხო იყო, პორტირებული ნაცები. მომწონს ეგ ტერმინი. კაი, მეორე პარტია.
კარგი, ესე იგი, მეორე პარტია, ეხლა ნახე რანაირი რამე უნდა ვთქვა, რატომღაც მახსენდება ფედერალისტები ამ წუთას. კი ბატონო. და მე ვისაუბრებ იმაზე, რატომ ახსენდება ფედერალისტები. კი, უნდა გახსენდებოდეს. იმიტომ რომ შვენიერი კამპანია მათი სტარტი ძალიან მომწონს და ამიტომ ესე იგი მათ მოახერხეს ის რომ ჩემ თავში აქტუალური არის. კი. და გვაინტერესებს მათი აზრი ბევრ საკითხზე. კი. ეს ნამდვილად და მე ვადევნებ ამ პარტიას თვალს და ჯერჯერობით მათი სტარტი ამაზე მივა. ხო, მახსენდება ლეილო ცხადია, მახსენდება ასევე გახარიას პარტია საქართველოსთვის, ხო? გახარია საქართველოსთვის ასე ქვია. და ერთი კიდევ ერთი უნდა ვთქვა, ალბათ ახალი. გვარამია, ჯაფარიძე, ხოშტარია, ხო, ეს გაერთიანება დროას და ხო, მე მაგალითად გამახსენდებოდა გირჩი. ხო, გირჩი. ანუ ეს შენ მითხარი 5 და 5 გითხრა. მათ და სამწუხაროდ. მაგრამ 5-ელში ვერ. შეიძლება დიდად არ დამწუხრდნენ. გირჩი რატო გამახსენდებოდა გეტყვი, იმიტომ რომ როცა მედიაში, ტელევიზიაში მუშაობდი, ოპოზიციური მხარე რო უნდა ჩამეწერა, ყველაზე მარტივად მისასვლელები იყვნენ რა, ანუ ყოველთვის თანხმდებოდნენ და ამიტომ ჩემ ცნობიერებაში ახლა რომ მითხრა რომ ოპოზიცია უცებ შეიძლება პირველს არ ვიტყოდი, მაგრამ ეს ხო, მოდი აქვე შევთანხმდეთ მაშინ, აი აქვე მომივიდა ეს იდეა თავში, რაღაცნაირი თამაშის წესივით გამოვიყენოთ ახლა აი ამ განხილვის დროს, რაღაც პლუსები და მინუსები. ანუ ამ შემთხვევაში გირჩის პლუსად შეიძლება ჩაიწეროს ეგ რომ მედიასთან კომუნიკაციის ნაწილში. ხო, გირჩზე რადგან საუბრობ ერთი კითხვა გამიჩნდა. გირჩს როდესაც ახსენებ, პირველი თავში ვინ მოგდის? იაგო. იაგო მოგდის? მე რატომღაც მაინც ზურა ჯაფარიძე მომდის თავში. ხო, არ ვიცი, აი მე იაგო. შეიძლება იმიტომ, რომ ზურა ჯაფარიძე ბოლოს როდის ჩავწერე და როდის მქონდა ხო, მაგრამ პროცესებში ჩართულობის მხრივ კი ნამდვილად ზურა უნდა გამხსენებოდა, მაგრამ მაინც ჩემთვის იაგო, რა ვიცი რა, იმედია ზურას არ ეწყინება, მაგრამ ხო, ჩემთვის მაინც. ხო, ნუ ხა რომ წეწყინოთ, პირიქით ანუ ცნობილი 4-ეულიდანაც იაგო გამახსენდებოდა. რომელი დაგვრჩა კიდევ? მოდი ეს ჯერ ჩამონათვალს რომ გამახსენდეს. ანუ მოდი ახლა გულწრფელად ვიტყვი, რომ თუ ვთქვით ახალში შემავალი პარტიებიც, მაშინ თუ ლელო ვთქვით, ლელოში შემავალი პარტიებიც, მასთან ერთად მე გამახსენდა, როცა ლელო ვთქვი. ანუ თავისუფლების მოედანი გამახსენდა, როცა ლელო ახსენე, იმიტომ რომ უკვე ასოცირდება ერთი გაერთიანება. არა, ცალკე პოლიტიკურ პარტიად არიან. ვერ იდენტიფიცირდებიან ჩემთვის. ჩემთვის ხა ერთად ცალი საარჩევნო კამპანია ერთად. ხო, საარჩევნო კამპანია კი, მაგრამ ანადოლიძე იყო კიდე ლელოსთან. ანადოლიძე პერსონალურად კი, უფრო რაღაცა იდენტიფიცირდება ჩემთვის. ხო, ანუ მოკლედ ჩვენ ესეთი პრინციპში ლეიბორისტები უნდა გაგვახსენდეს ახლა, იმიტომ რომ ყველა ჟურნალისტი ვიტყვი რომ 100-დან 98 ჟურნალისტი იმ წლებში, როცა ჩვენ ვიდგამთ ეს ძალიან ხშირად ვიყავით პირველ გადაღებაზე მიდიოდა ბატონ შალვას. პირველ გადაღებაზე მიდიოდა შალვა ნათელაშვილთან. ხო, მოკლედ შალვა ნათელაშვილი მოვიკითხეთ, სამწუხაროა რომ ლეიბორისტული პარტია ხა დღეს არ არის ესეთი აქტუალური, პირდაპირ ვთქვათ და არც რაღაც ძლიერი მოთამაშე არ არის. ხო, ნუ სამწუხაროა ზოგადად ის რომ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები დღეს რა ვიცი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. და აგერ სხვა საფრთხეებიც ემუქრებათ საერთოდ აკრძალვა, რაზეც ჩვენ წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ. პირველი მოდი რა ცოტა შორს გადავიდეთ და წინა საარჩევნო პერიოდზე ვთქვათ. ხომ არ გონია, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებს აქვე ხაზგასმით ვამბობ, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ანუ მე ვინმე რომ არ მითხრეს, რომ რამე კონტექსტი სხვანაირად თქვი. კი, მე ვარ ადამიანი ასევე, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნები არანაირად არ ჩატარებულა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში და ამას მარტო მე არ ვამბობ, ამის ყველაზე კარგი დასტური სულ ვამბობ ამას ეუთოდირის დასკვნა წაიკითხეთ, ვისაც არ წაკითხავთ და მიხვდებით რამხელა პრობლემები იყო იქ აღმოჩენილი. ხო და აი ამ განმარტების მერე მაქვს ასეთი კითხვა. რა განცდაც დამრჩა 27 ოქტომბერს. ხომ არ გგონია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არასათანადოდ შეაფასეს კონკურენტი.
და არ დააფასეს რის წინაშე შეიძლება დამდგარიყვნენ. ჩვენ რაღაცნაირად საღლიცინოდ ვაქციეთ ის თემა, რომ არჩევნების 8 საათზე დასრულების შემდეგ ყველა არის ბედნიერი. რაღაც პირველი 1 საათი ყველა თავის ეგზიტ პოლებზე ხარობს და მერე გავიღვიძეთ სულ სხვა რეალობაში. ოღონდ ეს რეალობა არავის არ ქონდა თითქოს გათვლილი. იმიტომ რომ მე როცა რაღაც დონეზე მარკეტინგი და პიარი მასწავლეს. ეგეთი დავალება იყო, რომ მაგალითად ქორწილს სად გადაიხდითო, ვიღაცამ დაგიკვეთათო და ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ ღიაცის ქვეშ. და პირველი კითხვა რაც დასვეს იყო, რომ რო გაწვიმდეს, რა გეგმა გაქვს? სად არის B გეგმა? და B გეგმა უფრო ღირებული იყო იმ გეგმაში, ვიდრე A, სადაც დაფრინავდა პატარძალი და მისი მეჯვარე. ხო, ამიტომ მგონია, რომ არც თუ ისე გამოუცდელი პარტიები არჩევნებს მოეკიდნენ არასათანადოდ. არ შეაფასეს ის ანუ თუ დაახმდებით რომ რუსულ რეჟიმს ვებრძვით, რუსულ რეჟიმს უნდა ვებრძოდეთ და არ ვიცი, შეიძლება ძალიან ხისტიც ვიყო, მაგრამ არჩევნების წინ ჩაწერილი მუსიკალური ნომერი რატო გადავეკიდე ამ სულ ამას ამბობ მაგალითად, მაგრამ ვიღაცა რომ ძალიან კარგ მუსტანგში ზის ახალგაზრდებთან ერთად და 9 თვალა მზეზე მღერის კიდე რაღაც წარმოუდგენელ ციფრებზე პენსიას პირდება ხალხს და ასე შემდეგ. ხო, ეგ ნახე, ეგ უფრო გასაგებია ჩემთვის, ვიდრე რა დროს მუსტანგში ჩაჯდომა და სიმღერაა. ანუ რა ვიცი, სიმღერის მოსმენისთვის ნიკოლოზ რაჭველს ლელოზე არის ლაპარაკი. ხო, ან იგივე გააკეთა მაგალითად ახალმა. გამართა შეხვედრები, სადაც იყო უამრავი ხალხი, ნამდვილად იყო რაღაცა გრანდიოზული ლაივები, მერე ულამაზესი მიყვარს ის სიმღერა დაუკარით. ამით ააწყვეს კლიპები და ამ კლიპებს უყურებდი, კაცო ეს სიმღერა მიყვარს. მაგრამ რატომ უნდა ამერჩია რომელიმე? მე კი არა, არავინ არ იცოდა და მოდი ვთქვათ გულწრფელად, თუ ეს არ იცის ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა, რომ მე ჩემი მხრიდან სათქმელს ვეტყვი. მე არჩევანი არ გამიკეთებია იმიტომ, რომ რომელიმეს სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, B გეგმა დაპირება მომწონდა. არჩევანი გავაკეთე მრავალ პარტიულ პარლამენტზე. და როცა შენ ოპოზიცია ხარ და ეს იცი, რომ შენ მე კი არ მირჩევ და შენ თვითონ მეუბნები, ოღონდ არჩევნებზე მიდიოდა, 51 არ შემოხაზოდა, რაც გინდა შემოხაზეო, ამას მეუბნები, ცოტა არასერიოზული დამოკიდებულება მგონია თუ რუსულ დიქტატურას ვებრძვით. და არ ვართ დემოკრატიულ ულამაზეს ქვეყანაში, სადაც ყველა წესის დაცვით შეიძლება და მესმის რომ არ იცი რომ ფურცელი გაჟონავს, შეიძლება ეს არ იცოდე, მაგრამ მოსყიდვა და დაშინება თუ არ იცი რომ ხდება ამ ქვეყანაში. და უიმე თურმე ნოდარ მელაძის სიუჟეტიდან გავიგეთ რომ არსებობს დაცლილი სოფლები, სადაც მიკროავტობუსებით ჩამოყავს ხალხი და თამთა დოლენჯაშვილი ეკითხება რომ თქვენ ორივეგან მიეცით ხმა და ისინი რომ კი იქაც მიეცი ხმა და ანუ ეს ჩვენ ხო არ გამოგვიგონია. ანუ ჩვენთან არის ეს რაღაცა ხუმრობის დონეზე დაწერილი რომ ხო მკვდარი სულებიც აძლევენ. ჩემი მეგობარი დღემდე ესე ხუმრობს და დარწმუნებულია რომ ბაბუამის რომელიც ცოცხალი არ არის, ისიც აძლევს არჩევნებში ხმას. ოღონდ ეს რაღაცა ანეკდოტების დონემდე ხო არ უნდა დავრჩეთ კაცო თუ დიქტატურას ვებრძვით. ხო, ანუ მთლიანობაში შენ როგორც მივხვდი შენ სათქმელს ეხლა ცალკეულ პარტიებზე კი დავიწყეთ, მაგრამ ეს მე მგონია რომ მთლიანად ოპოზიციის პრობლემა არის სრულად, რომ ეს ხალხი მეც ძალიან ხშირად თათომ რჩება ეგეთი განცდა, რომ არიან რეალობას მოწყვეტილი. ანუ არიან რაღაც ბაბლში გამოკეტილი საზოგადოება, რომლებიც რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში მათი საქმეები ასე გამოიყურება. შესაძლოა იქ არიან ვიღაცა კონკრეტული ადამიანები რაღაც თითოეულ პარტიებში, ცალ-ცალკე ვინც რაღაცა უფრო გლობალურად ფიქრობს ან განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ ხო, ანუ აი ეგ არის რა, რეალობა რაც არის ამ ქვეყანაში, რაც საფრთხეები არსებობს, ვისაც ებრძვი. იმასთან მიმართებით არასერიოზულია ეს ყველაფერი. ან ჩემ აქმაშიც ეგრე არის რა. ჯერ ერთი მოდი აი აქვე მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამეს, რომ მე ძალიან არ მომწონს აი რომ გადავხედო, ეხლა მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ეხლა ზოგთან უფრო სოლიდური ხალხია წარმოდგენილი, ზოგთან არა. ანუ
რაღაცა ძლიერი გუნდის შთაბეჭდილებას რომელიმე მათგანი გიტოვებს. ახლა მასე არც ქართული ოცნება არ მიტოვებს. არა. ლაშატალახაძის სიძლიერეს თუ ჩვენ ხო ქართულ ოცნებაზე არ ვლაპარაკობთ. ქართულ ოცნებას ეხლა რომ გამოვაკლოთ ის ბერკეტები, რაც გააჩნიათ და გავლენები და ასე შემდეგ, როგორც პარტია ცალკე აღებული კი, ყველაზე ცუდი ბევრმა პატარა პარტიამ შეიძლება ძალიან მარტივად გააფარჩაკოს რა, როგორც პარტია ასეთი, რომელ ღირებულებებზე და რაზე ვლაპარაკობთ ხო ახლა ქართულ ოცნებაზე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. კიდევ მაგას რო დაუბრუნდეთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ ოპოზიციას და რა ვიცი, თუ გესიამოვნებათ მიიღეთ ჩვენი აზრი, თუ არ გესიამოვნებათ, ნუ მიიღებთ. ეს ხალხი არ გამოიყურება არც სერიოზულად, ხშირ შემთხვევაში და არც სოლიდურად. აქვე განმარტავ რომ სოლიდურობაში რას გულისხმობ იცი? რაღაცა ასაკობრივ და გამოცდილების ამბავს ნაკლებად გულისხმობ რა. აი მაგალითს გეტყვი. ხშირად ეხა პირველი ვინც მახსენდება პირდაპირ ვიტყვი. ხო აი ავიღოთ გუბას სანიკიძის შვილი. ახალი რა ქვია ამ ბიჭს? ლევან სანიკიძე. ლევან სანიკიძე. აბუის სახელი. განა რამეს ვერჩი, ანუ შესაძლოა ის ძალიან ვიცი, განათლებული, სოლიდური შემდგომში რაღაცა პოლიტიკაში რაღაცა საკუთარი ნიჭი და უნარები გამოავლინოს, მაგრამ დღეს თათო აი ამ მოცემულობაში ადამიანი, რომელზეც მარტო ის ვიცი, მე პირადად და ბევრმა ალბათ ჩემნაირმა, რომ არის გუბა სანიკიძის შვილი, რატომ მევლინება ნაციონალურ მოძრაობაშია, ხო? აი მე არ, კი, ნაციონალურ მოძრაობაშია, კი. ნახე, ნაციონალური მოძრაობის რაღაცა ტოპ თანამდებობაზე მევლინება ადამიანი, რომელზეც წარმოდგენა არ მაქვს. ხო, ბექა, მაგრამ აქვე შეგეწინა. ანუ ნახე, შემეწინააღმდეგ, მოდი ვიმსჯელოთ. იმიტომ არა რომ ლევან სარიკიძეს ვიცავ. არა, არც მე არ ვერჩი არაფერს. გავიგე, ახალი სახეები გინდა, მაგრამ მე ესე წარმომიდგენია, ჩემთვის სოლიდური რა არის, იცი? ანუ რაღაცით უნდა შექმნა შენი რეპუტაცია ჯერ ვიდრე რამე ტოპ თანამდებობას სადღაც თუნდაც პარტიის სტრუქტურაში დაიკავებ. ხდი? ანუ შენ მე რომ მეუბნები პოლიტიკური ძალა რომ მე ხვალ უნდა აგირჩიო შენ შენ უნდა შეხვიდე პარლამენტში, შენ უნდა დააკომპლექტო მთავრობა, შენ უნდა მიიღო ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ამ რეგიონში, აი ამ უამრავი გამოწვევის ფონზე. ჩემთვის უნდა იყო სანდო. შეიძლება იყოს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც დღედაღამე, რა ვიცი, ქუჩაში დგას, საინტერესო რესპონდენტია, რაღაცა ეთერებში ჩანს, საქმეში რაღაცა გაუკეთებია, თუნდაც სხვა პროფესიაში, ხო? წარმატებული რაღაცა ნოვატორი იყოს, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ რაღაცით უნდა მაინტერესებდეს. უფრო გასაგები რომ იყოს, რას გულისხმობ რა, ანუ რო არ შევიდეთ იმ შეცდომაში, რომ ახლა ახალ სახეებს კი არ ვერჩი მე რამეს. აი მაგალითად მოვიყვანე ერთი სანიკიძე, ხო? მოდი მეორე მაგალითსაც მოგიყვან, რომელიც ახალგაზრდაა, ახალბედაა პოლიტიკაში, მაგრამ ჩემთვის მისაღები არის რა. ეს არის ირაკლი ხვადაგიანი მაგალითად, რომელიც ასევე გამოჩნდა თუ არ ვცდები ნაციონალური მოძრაობის რიგებში იყო და მაგრამ ეს ბიჭი მე სხვა რაღაცებიდან მახსოვს რა, სოვლაბის მკვლევარია, ისტორიული კონტექსტი ესმის, მე ყოფილი ვარ მასთან გადაღებებზე, სადაც როგორც არაპოლიტიკოსთან გვისაუბრია რაღაც საბჭოთა მძიმე მემკვიდრეობაზე, გვისაუბრია რეპრესირებულებზე, გვისაუბრია ბევრ თემაზე, ხო? ან მე თუ არ ყოფილი ვარ, სხვა ხალხი ყოფილა და გვახსოვს მისი რაღაცა გვახსოვს და მინიმუმ მე იმის განცდა მაქვს რომ ეს ბიჭი თუ რაღაცა რადგან გადაწყვიტა ჯერ ერთი კომპეტენტურმა ადამიანმა თავის სფეროში გათვითცნობიერებულმა ადამიანმა რადგან ეგ გადაწყვეტილება მიიღო რომ პოლიტიკაში აი ამ როგორც ვამბობთ ხოლმე ბინძურ სფეროში შეაბიჯა ესე იგი შესაბამისი мотиваცია გააჩნია და მე მკარნახობს მასთან ჩემი რაღაც ემოციური დამოკიდებულება რომ ის რაღაცას გააკეთებს სასარგებლოს თუნდაც მინიმუმ კონტექსტის გააზრება შეუძლია სად ვართ ისტორიული ჭრილიდან გამომდინარე რას უპირისპირდებით რას ვებრძვით და ასე შემდეგ ანუ სოლიდურად არ გამოიყურება ბევრი
ოკეი, ეს არის ჩემთვის პრობლემა, რაც შეიძლება რომ მეტნაკლებად მოვარგო ყველა პოლიტიკურ პარტიას რა. იქ ხალხი ბევრი სოლიდური სახე, ახალი სახე ხო, ანუ და ამ სოლიდურობას კიდევ რა ქმნის იცი? ახალ სახეს მაინდა-მაინც მართლა 18 წლის ახალგაზრდებს არ გულისხმობთ რა. ხო, ანუ კი რა თქმა უნდა. ახალი სახე ვიგულისხმობ. ხო, ანუ სოლიდურობას კიდევ რა ქმნის იცი ჩემთვის ერთხელნათქვამები და გადათქმულები. ხო, ეგ ძალიან დიდი პრობლემა. ანუ თუ საერთო პრობლემებზე ვლაპარაკობთ, აქვე მოდი მად მივიდეთ მაშინ რა. ხალხს, არ ვიცი, ბევრს ალბათ პოლიტიკოს, ბევრ პარტიაში გონია რომ ესე პოლიტიკური ხელოვნება სწორედ ეს არის რომ რაღაც დღეს ამ ერთ პოზიციაზე ვარ და ხვალ სხვანაირი ინტერესი გამიჩნდება, მე ეგეთები მომისმენია. ხო, კი, კაცო, შეთანხმებას იმის მიხედვით. ინტერესებია და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ამ საზოგადოებაში, საქართველოში ვიღაცებს რო გონიათ რომ ხალხს რაღაცები მარტივად ავიწყდება და მე ხვალ სხვა ტყავს მოიდგებენ და სხვანაირად უნდათ რომ გამოიყურებოდნენ, ხო? ძალიან კომიკური არის ეგ ყველაფერი რა. და ძალიან დიდი იმედგაცრუებას იწვევს მე. შენ გუშინ ერთ რამეს მიმტკიცებდი, ხვალ მეორეს მიმტკიცებ, გუშინ მელაპარაკებოდი ერთიანობაზე, ხვალ გამორბი ხარ და პირველი შენ არღვევ შეთანხმებას. ანუ მთლიანობაში ოპოზიციის პრობლემა მე ერთ-ერთი მთავარი ეგ მგონია, რომ ეს ხალხი ერთ საკუთარი სიტყვის პატრონები ხშირ შემთხვევაში არ არიან და ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევენ. ამიტომ ნდობა აქვთ დაბალი. ქვია მაგას. შენ თუ გაქვს ეგანს და რა გაცლებს სოლიდურობის ან ნაკლებად სოლიდურობის აღქმას? სოლიდურობა ჩემთვის არის წეღანას ვთქვი და განმეორდები რა, ანუ ახალ სახეებში არ გულისხმობთ თაობას, რაღაც პატარებს და მოდი ახლა გავიზარდოთ ერთად. არა, ახალი სახეა სიმონ ჯანაშია. და სოლიდური. ზუსტად ვიცით რა განათლება აქვს, მისი შეხედულებებიც, მის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მის ლექციებიც მომისმენია და ვიცი რა, მისი აზროვნება ვიცი. შეიძლება არ ვიცი პოლიტიკა თუ აფუჭებს ადამიანებს მაშინ დამენანება თუ ამ საქმეს შეუდგება, მაგრამ მე მის მიმართ ნდობა მაქვს, იმიტომ რომ ის რასაც ადრე მე არ ვამბობ რომ რაღაცა აზრები შეიძლება ადამიანს არ ეცვლებოდეს, მაგრამ თავარ ფუნდამენტურ ღირებულებებზე როცა ადამიანზე შეთანხმებული ხარ და იცი მისი პოზიცია, ანუ ის რომ ერთგული უნდა იყო. კი. ხო, მე მგონია რომ აი სიმონს აქვს ეს მომენტი. ეხლა ისე რომ არ გამოგვივიდეს რომ ჩვენ ესენი ახალ სახეებზე ვილაპარაკეთ და ხო, არა, რა თქმა უნდა. ძველები, დინოზავრები დავივიწყეთ, ხო. შეცდომებს რო დაუბრუნდეთ. მე კი ძალიან შორიდან დავიწყე და წინასაარჩევნო ამბავი ვთქვი, მაგრამ ბარემ აი მაგას ამოვწურავ და მე წამოვიდეთ აგერ დღევანდელ რუსთაველზე. არჩევნების ღამეს, როცა უკვე ცალსახა იყო, რომ ქართულ ოცნებამ თქვა, რომ მე გავიმარჯვე ამ არჩევნებში, მე და ჩემი მეგობრები გამოვედით გარეთ და ვეძებდით სხვა გაბრაზებულ ადამიანებს, რომ როგორ ახლა რუსთაველზე არავინ არ დგას. სადმე რუსთაველს დავედით აქამდე, სადმე. და რა თქმა უნდა, ხა პირველი რაც გავაკეთეთ იყო, რას ამბობდა ოპოზიცია, ეს ხო ჩვეულებრივი ამბავია, ხო? მათგან ელოდები რაღაცა სიგნალს. მე და შენ რომ ერთმანეთს დაურეკავთ და ქუჩაში გავალთ, მაგრამ მე ველოდები ოპოზიციური პარტიის განცხადებას, რომ რას ვაკეთებთ მაშინ, როცა ვამბობთ რომ გაგვიყალბეს, ხო? არაფერი არ ხდებოდა. იმიტომ რომ ყველაზე იმობდა, ხო? და ქუჩაში ხალხი მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტთან პროტესტს გამოხატავდნენ. მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ, ისინი დღესაც რუსთაველზე დგანან, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ადამიანები გაბრაზდნენ 28 ნოემბერს და ქუჩაში გამოგვიყვანა და გაგვაერთიანა ირაკლი კობახიძე. კი, ნამდვილად. სად არის მაშინ ოპოზიცია? გამოვედით, გაგვლახეს, სასტიკად დაგვარბიეს. კაცმა არ იცის რამდენი გაზი მაქვს მაგალითად ნაყლაპი. წარმოდგენა არ მაქვს ამის დათვლა შეუძლებელია და რას იქონიებს გავლენას, მაგრამ ოკეი, ვიცოდრი იქ რომ მდგარიყავი და ვიდექი. და ოპოზიცია, რომელიც მეუბნება რომ მე ხა ჩემი საქმე მაქვს და მე რეგეტყვი, ან საერთოდ არ ვალდებული რომ გითხრა რას გეგმავ, მე ამაზე ვბრაზდები. და მაშინ როცა ჩემი ბრაზი ერთ კონკრეტულ რაღაცაზე მაქვს მიმართული და შენ მე მიჩენ კერებს იმის მაგერად რომ ჩემთან ერთად იყო და გამამაგრო და მითხრა რომ მიდი შენ რომ მანდ გახარ მე აქ ისეთ პოლიტიკურ სულებს ვაკეთებ რომ მე ხა ყველაფერს დავალაგებ ხო ანუ ეგ ხალხი დაიკარგა ფაქტია რა სად არიან და მოდი ესეც ვთქვათ თუ პოლიტიკური პარტია მეუბნება რომ აი შენ მითხარი რა გავაკეთო და გავაკეთებ
და თუ მათ ეს არ შეუძლიათ ანუ რაღაცა კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა, რომ სივში გვიწერია ყველას, რომ კრიზისულ სიტუაციაში მუშაობის უნარი მე მაგალითად მაქვს. კი ბატონო. ხო, ან პროფესიულია ეს და მაქვს, ხო? მაგრამ რო არ ვიცი, როგორ გამომიყვანო ჩიხიდან ქვეყანა, დავდექი რუსთაველზე. კაცო, თუ ამ პოლიტიკოსებსაც არ შეუძლიათ დადგნენ რუსთაველზე და მითხრან, რომ სხვა არ ვიცით ჩვენც არაფერი და აგერ კაცო 100 დღე, 200 და 1000 ვიდგები. მაგრამ იცი რა, ეხა ჩვენ აქ რაღაცა შეხვედრებს მართავთ და შეთანხმებებს ვდებთ, მე ვარღვევთ. მე ერთმანეთსაც დავცინით, რომ იმის განცხადება არ მოგვეწონა ამის. ერთმანეთის განცხადებებსაც მე გულისყურით ვაკრიტიკებთ. რავი, მე რატო უკვირთ, რომ ჩვენ ცოტა გაბრაზებულები და ნაწყენები ვართ. არა, ხო, აქვე ვიტყვი, რომ კი, ოპოზიციური პარტიები მე ხშირად ვარ რუსთაველზე და ძალიან ხშირად დგანან. ოღონდ ყველა არა. ხო, ეგ ფედერალისტები რო დგანან, ძალიან კარგი რაღაცები აქვთ. ფილმის ჩვენება არჩეულებრივი. მათი ზოგადად ურთიერთობა მე საზოგადოებასთან მომწონს. მე ძალიან ბევრჯერ მინახავს გიგა ბოკერია, რომელსაც ასე ხალხი ყავს შემოკრებილი და ესაუბრება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, არავის არ ჭირდება ცალკე ტელევიზიაში დაждდომა რა და ტელევიზიაში სიარული და სხვადასხვა პოლიტიკურ თემებზე შეფასებების გაკეთება ერთი და იგივე ლიდერების მხრიდან. აი რა. ხო, აი, ნუ თანხდებით იმაზე, რომ ეს ხალხი რეალობას აცდა წინასაარჩევნო ეტაპზეც, სადაც მნიშვნელოვან თემებზე საერთოდ კამპანია არ აწარმოეს და არ უპასუხეს, რითაც საბოლოოდ წარმატებას მიაღწია მათმა ოპონენტმა, ომის თემატიკა, LGBT და ასე შემდეგ. ჩათვალეს, რომ პოზიტიურ დღის წესრიგს რომ არ აცდენოდნენ და იქ ვიღაცის დღის წესრიგზე არ გადავეწყოთო, საერთოდ მოდი არ უპასუხოთო. კაი, ეგ შეცდომა ცხადია და სხვათა შორის თვითონაც აღიარეს, ხო, სამართლიანობისთვის ესეც უნდა ვთქვათ, რომ მერე უკვე გადაიაზრეს და თქვეს, რომ კი, ხალხო ჩვენ ეს შეგვეშალა, მაგრამ მოდი დღეს დავბრუნდეთ ისევ დღევანდელ რეალობაში და ვთქვათ, სად ვართ, ხო? დღეს ადამიანები დგანან ქუჩაში ისევ, აგერ უწყვეტად რამდენი თვეა, ითხოვენ ახალ არჩევნებს, ხელახალ არჩევნებს და გათავისუფლებას პატიმრებს, ხო? ამ შემთხვევაში რას აკეთებენ ოპოზიციური პარტიები, ამაზე ვილაპარაკოთ ახლა. ეხლა ბოლოს როდის მოისმინე რამე ინიციატივა, რამე რეფორმასთან დაკავშირებით. არა, არსად, მართლა გულწრფელად არაფერი მახსენდება. არა ხო? ანუ ეგეც ხო პრობლემაა. ანუ ხედვები ჯერ ერთი წინასაარჩევნოთ რა მოვისმინეთ რომ ამ პარტიებისგან. კარგი სიმღერა. ანუ კარგი სიმღერა, მართლა მაინტერესებს, აი რა მოვისმინეთ იმ პენსიები მახსოვს 1000 ლარიანი დაპირება, რომელიც მე გაირკვა რომ 4 წლის მერე. თვითონვე გადათქვეს და მე დაიკარგნენ ამ იმაში, ხო, ლელოსის იყო. სხვების არ მახსოვს, მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ არც. ხო, ანუ არაფერი არ დაგვამახსოვრდა, ნახე. ანუ ეგ ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ადამიანებს არ აქვს მოლოდინი რა პოლიტიკას გაატარებს. არა, მოდი ეხა ისე რაღაცა ცოტა ძალიან მოვიწყინე, ხალი ქუჩაში ვდგავარ აქციებზე და უცებ მეუბნები რომ არჩევნები რო იყოს, არავინ არაფერს არ იზამს. მოდი ეხა აქვე აუცილებლად უნდა ვიტყვი, რომ ვთქვა, რომ დიქტატურას რო ვებრძვით, მართლა ძალიან რთულია რომელიმე გამოვიდეს და ამოხსნა დადოს. ფორმულა დაწეროს, რომ ჩვენ ახაც ამას ვიზამთ. შენ რასაც ამბობ, რომ პოლიტიკოსები უნდა გააქტიურდნენ, ამას ვამბობ მეც, რომ რაღაცას აჩვენონ ქმედება, მოძრაობა და მოძრაობა ჩემოთ ერგო, რაღაცა მაჩვენონ. აი, მინიმუმ ხო არ უნდა დააზიანონ რაღაც პროცესები, არ მეთანხმები. მაგაში გეთანხმები. კაცო, გავიგე, რომ მათი რეპუტაცია არ იყო ისეთი მყარი, რომ ასულიყვნენ ტრიბუნასთან და რამე თქვათ აქციის მონაწილეებისთვის. ხო და ეგ არ იყო დაკვეთა ხალხის, იმიტომაც ვერავით. ხო, იმიტომ რომ რამდენჯერმე უსწრინეს და ჩამოხსნეს და არა, ნახე რაქნეს რამდენჯერმე იყო ეგეთი შემთხვევა, მე მახსოვს ერთ ფაქტს მოგიყვან, ისინი რო იყვნენ ელჩები კი არა, საგარეო საქმეთა მინისტრები რო იყვნენ სხვა ქვეყნების შემოსული. მე აქციაზე ვიყავი, ვაშუქებდი. მოხდა ეგეთი რაღაცა. ძლივს თან კიბეებიდან უკნიდან უყურებდი რა სცენას და ვაკვირდებოდი რა მოხდებოდა. ანუ მოლოდინი იყო რომ ოპოზიციონერი ლიდერები უნდა ასულიყვნენ სცენაზე და ძლივს მოუყარეს თავი ერთმანეთს, ძლივს გაბედეს ჯერ ეგ რა და იყო იქ სხვადასხვა ვიღაცამ ტაში დაუკრა, ვიღაცამ ეს ხო კარგი ტესტია რა. ვიღაცამ ტაში დაუკრა, ვიღაცამ დაუსტვინა, ვიღაცამ შეაგინა. როგორც კი უცხოელი პოლიტიკოსები ავიდნენ სცენაზე, იყო უზარმაზარი
ემოცია, ოვაციები და ტაში. ანუ ეგ ხალხი მაგას ხედავდა და ხვდებოდნენ ძალიან კარგად, რომ არ ქონდათ მათ ის სიმყარე რეპუტაციული, რომ ვინმეს იქ გამოსული ხალხის სახელით ელაპარაკათ და გაცხოლოდნენ. კარგი, ეგ გაიაზრეს და გაიწივნენ უკან. მაგაში გენთანხმები, რომ უკან გაწევა არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ხედავდეთ ყოველდღე ქუჩაში. არავიდნენ რა მასე მიკროფონთან. მაგრამ გაჩნდა რაღაც ახალი შესაძლებლობა, რომელიც გააჩნდა სალომე ზურაბიშვილმა, ხო? ამ ადამიანს ყველგან ტაშით ხვდებიან და ეს იმიტომ არ ხდება და აძლევენ სიტყვით გამოსვლის უფლებას, ანუ ამას გულისხმობ ხალხი უჭერს ამას მხარს და მისაღები არის და რატომ? იმიტომ რომ საქმე გააკეთა ამ ადამიანმა რა. ანუ მოწონს თუ არ მოწონს. ის მერე მინიმუმ სანქციებს ხედავთ ამის დაკარგვა არ შეიძლება. ხო, ანუ ჩვენ ხედავთ ფაქტებს. ანუ ეს ადამიანი ეხა გავიგე რა ბევრი დისკუსია მიდის მაგაზე რომ აი ძალით და არჩევინეს კოცებმა და ის ჭირდებოდა გუშინ აკრიტიკებდით და დღეს ატომკრავ და კარგი ძველი ჟურნალია უკვე ხო ერთი რამის თქმა მინდა რა ოპოზიციის როლზე რადგან საუბრობთ რომ რატო აზიანებენ ამ ფორმას მე არ მესმის რა ანუ რატო გამოვიდა მაგალითად ხაბეიშვილი და რატო დაუწყო ქვების როლა სალომე ზურაბიშვილს ამ მოცემულობაში ამ სიტუაციაში როცა რაღაცა ხავსებს ვეჭიდებით და ყველანაირად წნეხში ვართ შიგნიდან თუ გარედან იქ საფრთხეების გათვალისწინებით და ავიცი გაჩნდა ადამიანი რა თავიანთი სამწუხაროდ აქვს თავიანთი დღის წესრიგი ხო ძალიან სწორს ამბობენ ხოლმე რა ვიღაცები მე ამის აპასუხოთ რომ რატო აკრიტიკებ რატო უშლი რა გაჩუმდი მაინც რა ავიცი იმას ელაპარაკებიან იმას ხდებიან ტაში გაჩუმდეს თავის დროზე ხوار დააზიანებდა საკუთარ პარტიას ბევრჯერ ხო ანუ საბოლოოდ მივდივართ მანდ რომ ეს ხალხი ხშირ შემთხვევაში რაღაც ვიწრო ინტერესებით მოქმედებს ანუ ძალიან ჰაერში იგრძნობა ეს რომ ხალხის დაკვეთა ეგ არის რომ ოღონდაც რაღაცნაირად რაღაცაზე ვიცით რომ ერთმანეთი რაღაცა გააკეთე მაგრამ რაღაცა შეთანხმდით ხო რაღაცაზე შეთანხმდით ვიდრე არჩევნებამდე მივალთ და ახლა არჩევნებზე რომ მივალთ მე ხო მე მგონია რომ თავი რაც უნდა ქნან მე მგონი ჯობია ძალიან მოვიწყინე ამ თემაზე მართლა გულწრფელად გეუბნები და ცოტა ნერვიულობ ძალიან ხო არ მინდა სიტყვა დავიგრუზებთ მაგრამ ძალიან მოვიწყინე ავსებდიანდი არა ერთი რაც მე მგონი არის თავარი რომ ხალხთან უნდა იყვნენ ხალხს უნდა უსმინონ და ხალხის დაკვეთა შეასრულონ მოცემულ დაპირებებს რომელსაც ამბობენ რომ ჩვენ ახლა ერთად ვიმუშავებთ უნდა იმუშაონ კი და არავინ არ ამბობს იმას რომ მე და შემქონდა აგერ წეღან სხვადასხვა აზრი ვერ ექნება ყველას ერთი აზრი იმიტომ არსებობს ერთმანეთში მუდმივი საუბარი და კოორდინაცია რომ საუკეთესო ვარიანტები აირჩეს თუ ჭირდებათ კიდე რამეში ჩვენი დახმარება არ ვიცი რითი რაღაცით თქვენ აქავართ მოდი დასასრულისკენ რო წავიდეთ მინდა რომ პოზიტივით დავასრულოთ. ანუ ისიც არ გამოვიდეს. ჩვენც ანუ კრიტიკულები იმიტომ ვართ, რომ ჩვენც გამარჯვება გვინდა რა. და განვიცდით. თანამებრძოლები ვართ ჩვენ. იმ ოპოზიციას იმედგაცრუებებიც მნიშვნელოვანი პრობლემა არის რა. ეხლა ყოველდღიურად რაღაც ესეთებს აწყდები და რა დროს ეს იყო ეს თავში რომ მოგდის, ხო, პრობლემაა და ხალხი მაგას ვერ ფიქრობს და ვინმე მუთხრას, რა ვიცი. ხო და რასაც ვერ დაუკარგავთ, არის რომ ბევრს მუშაობენ საზღვარგარეთ. კონკრეტული პარტიები, სანქციების ნაწილში წეღან სალომე ზურაბიშვილთან რომ ახსენეთ, აუცილებლად უნდა ახსენოთ, რომ ამაში ოპოზიციური პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად არიან ჩართულები. სანქციები მუშაობს, ძალიან ბევრი სანქცია. დღეს იმხელასია გამოქვეყნდა, მეგონა რომ ჩემი გვარიც ეწერა, იმხელა იმას გავყევი. ეგ ყველაფერი ძალიან კარგია. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ არავის არ ქონდეს იმის განცდა, რამს მოლოდინი, რომ ამას ვიტყვი, რომ აი ხვალ მინდა გამარჯვება. რა თქმა უნდა, ხოლმე რა ამ საღამოს მინდა სახლში რომ მივალ, რომ გამარჯვებული ვიყო, მაგრამ მე ვაცნობიერებ, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია და მე ამ პროცესში შეგენებულად ვარ, იმიტომ რომ მინდა რომ არ გავჩერდე. ხო და მე მგონი სხვა გზა არ არის. სხვა გზა არ არის. ერთადერთი რაც ჩვენ, რა ვიცი, გავკადნიერდები ამ ჩემი რაღაცა თაობის და მეგობრების სახელით მაინც ვიტყვი არის, რომ დაიწყონ საუბარი, დავინახოთ, რომ ქმედებაში არიან, იქნება შეცდომებსაც დაუშვებენ, რა თქმა უნდა, უშეცდომოდ ჩვენც ვერ გავივლით ვერაფერს, მაგრამ ერთად თუ ვიქნებით და მექნება იმის განცდა, რომ შენ ამას ჩემთან ერთად აკეთებ, მე ახლა ეს გთხოვე და ეს გააკეთე, შეგვეშალა, ორივეს შეგვეშალა და უის არ ვიტყვით. უის ვიტყვით, რომ შეგვეშალა, მაგრამ აი რატო არ გააკეთე ის, რაც მე დაგავალე, ამას აღარ მათქმევინებ.
ხო, ამიტომ ეს არის რა, ხო, რაღაცა. ანუ გაერთიანებას არ მთლიანობაში, გულისხმობ რომ ერთი გაერთიანებას- ნომრის ქვეშ კი, გაერთიანებას, ანუ გაერთიანებას საქმეში გულისხმობთ, გაერთიანებას დღეს რა ინტერესებიც გვაქვს და რა ამოცანებიც არის შესასრულებელი მაგ ნაწილში, რომ მინიმუმ პროცესი არ დააზიანონ და მაქსიმუმ რაღაცა სარგებელი მოიტანონ. კი ბატონო, გეთანხმები რომ რაღაცა პოზიტივები იყო იქ საგარეო მიმართულებით. კარგია, საჭიროა, მაგრამ ის რომ თუნდაც ეგ არ შეფერხდეს და არ დაზიანდეს და ვიღაცებს ეს мотиваცია არ დაეკარგოთ და ან კიდე უნარი რაღაცებს ეს ხალხი უნდა შეთანხმდეს. სხვა გამოსავალი არ არის. მოგწონს, არ მოგწონს, ესენი არიან დღეს. სადღეგრძელოსავით რომ ბოლოსკენაც გავიდეთ. ერთი რასაც ვაცნობიერებ არის რომ არ არსებობს არაფერი არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც შეძლებს რომ ხვალ დაიძახოს და რაღაცა ისევ 300,000 კაცი დავდგეთ რუსთაველზე. ადამიანები გამოყავს ქუჩაში ბრაზს. ამაზე შევთანხმდეთ. კობახიძეს შეუძლია და ასევე ტოვებს კიდევაც სახში ბრაზი. რასაც მე ვგულისხმობ. კი, და ამიტომ არის აქ მნიშვნელოვანი ნიჰილიზმის არ უნდა შეუწყონ ხელი და ძალიან მნიშვნელოვანია პატარ-პატარა რაღაცა თუნდაც აი განცდების გაჩენა, რომ ეს ხალხი მუშაობს, ეგ რაღაცა ერთად ხედან, რაღაცა გეგმებს ახავენ და ასე შემდეგ, რაც პრობლემაა, როცა ამას ვერ ხედავთ. ერთი კითხვა მქონდა და დავასრულე. ბარემ დაგისვამ. ხშირად არის რა ეს დისკუსია, რომ აი ეს ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ხომ არ თანამშრომლობს შემთხვევით ქართულ. ანუ შენ ეს ბოლო კითხვად დასვი და გინდა რომ ეხა ერთი წინადადება ვთქვა და მარიამო ჯანელიძე როგორ ფიქრობ ეს შეთქმულების თეორიაა თუ არის საფუძველი? იცი რა არის, ვერაფერს ვერ გამორიცხავ და ძალიან არ მინდა რომ ეგ იყოს მართალი, მაგრამ კონკრეტული მოცემულობები, კონკრეტულ პარტიებს როცა ეხება და მაშინ მოდი ვიტყვი გულწრფელად. როცა ეხებათ ეს ნაციონალურ მოძრაობას და როცა ეხება ეს გახარიას, ეხა უცებ ეს ორი გამახსენდა და სხვაზე. გირჩსაც ხომ არა ხანდახან? რომელს? აი იაგოს. იაგოს გირჩს. კი. კარგი ის არის, რა ქვია. მადლობა რომ დაამატე ამ სამეულს. ანუ ეჭვებს საჩენს ხოლმე პროცესს. ეჭვებს საჩენს და მე არ ვარ ეჭვიანი. პროცესში. ხო, ანუ მე არ ვარ ეჭვიანი, მე მიყვარს კითხვების დასმა და იმ კითხვებს, რომელსაც მე ვსვამ, კი, საფუძვლიანი არგუმენტებია მაგეთ. მხოლოდ ჩემი დასმული კითხვა არ არის, თუ ვინმე მარიცის და აქვთ წარმოდგენა, რომ ასე ხალხი არ ფიქრობს, იმეც გავუცხოვებთ და ვიტყვით, რომ ეგრე არ არის და არ ვიცი, ისმის ეს კითხვები და საქმით უნდა დაამტკიცონ, მე მგონი რა. ისევ და ისევ ჩემი აზრით მაგის პასუხი ის არის, რომ საკვანძო მომენტებში რაღაცა ეს არ უნდა გადაატრიალონ თავისი ნათქვამი და საკვანძო მომენტებში პრინციპული პოზიცია უნდა იქონიონ დღეს. კი ბატონო. მადლობა, რომ გვიყურეთ. საინტერესო და მოსაწყენი პოდკასტი გამოგვიყვნა. არ ვიცი, ალბათ კიდევ ბევრი რამის თქვა შეიძლება, მაგრამ სხვადასხვა ეპიზოდებში კიდევ მუდმივად პოლიტიკაზე შევეხება. მოდი აქვე ვიტყვი რა, ესე რომ ჩვენი სურვილია ძალიან დიდი, რომ რაღაც თემები მე სტუმრებთან ერთადაც განვიხილოთ და ამიტომ ამაზე საუბარი სტუმრებთან ერთადაც იქნება ძალიან საინტერესო. კი. ხო, მადლობა რომ გვიყურეთ. Redlines უყურებდით პოდკასტს, უნდა გამოიწეროთ ეს არხი, გამოგვეხმაუროთ, დაგვიწეროთ კომენტარები. მადლობა Poster Bars იმისთვის, რომ ასეთ ლამაზ სივრცეს გვითმობს და იმედი მაქვს, რომ დიდხანს გაგრძელდება ეს ჩვენი მეგობრობა. ხო, და შევხვდებით. Poster Bars. გამოიწერეთ Redline-ი, გამოიწერეთ Kiapi და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.